სალამი ჩემო კარგებო. ეხლა მე მინდა საუბარი დავიწყო ვინ იყო თემურ ლენგი. თემურ ლენგი ვინ იყო? თქვენ რომ თემურ ლენგს ეძახით, ლენგი არის კოჭლი. თემურ ლენგი კოჭლი იყო და მე ცალთვალა თემური ვარ. ხოდა იური აბარინი ამბობს, რომ თემურ ლენგიო აჩვენა კიდე სურათი. მე ამ ერთი 60-ჯერ უყურე, თქვენს მოგას განახვეთ, გონია რომ ისე იგი ეს ყველაფერი შეცვლილი არის. ისე თემურ ლენგის ჩინგიზიდი ყოფილა. თემურ ლენგის. ასე ლაპარაკობს იური აბარინი, მე ვეთანხმები ამას. ხოდა ურე თემურ ლენგი და ტახტამიში ერთმანეთს ეომებოდა ერთმანეთს. ხოდა თემურ ლენგი ძალიან ძლიერი მხედართმთავარი იყო, ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ხოდა თქვენ რომ თემურ ლენგს ეძახით, რუსები ეძახიან ტემირლან. თუ სუსტ ვერ წამოთქვამდი, ტემირლან. ტემირი ნიშნავს კინას, ისე ხეს, თვითონ კინის ხე არის, ისე თემირი ჩვენო ტემირი. აღარ რაქნა ამ თემურ ლენგმა ანკარასთან, ანკარა რო არის თურქეთის დედაქალაქი ახლა, იქ დაამარცხა სულთანი ბაეზიდი იყო თურქების სულთანი. დაამარცხა იქ, ჩასვა გალიაში. ხოდა სადაც წავიდოდა და დაატარებდა ამ გალიით ამას სულთან ბაეზიდს. ასე რომ თურქეთსა და ირანს შორის სულ იყო მუდმივი დაპირისპირება იყო სულ და ბრძოლა იყო, რამოდენიმეჯერ მოხდა მაგას შორის. ამიტომ ახლა რას ამბობდა, ხო, თემურ ლენგი კარგი, თემურ ლენგი უკვე მერე აღარ იყო. ხოდა იგი რა გარდაიცვალა თემურ ლენგი და მე ახლა ავიღოთ შახაბასი. ხო, ჩვენ ქართველებს მიგვაჩნია კინაღამ იქნა მოშალა მთელი საქართველოს, კინაღამ მოშალა, კახეთი მოშალა, ყველაფერი, მაგრამ ისიც ხვის ბრალია. იყო ასეთი ალექსანდრე მეფეს ყავდა, ისე იგი დავითი, კონსტანტინე და ერეკლე. 3 ვაჟიშვილი ყავდა, 1 ქალიშვილი ყავდა. გმირთაბარამი, ვისაც არის წიგნი დაწერილი, წაიგითხეთ, ახალგაზრდებო, წაიგითხეთ, არ გინდათ საქართველოს ისტორია გაიგოთ. ახლა ურე იმას რა ქვია, კონსტანტინე ძევლად მოითხოვა შახაბასმა, ძევლად მოითხოვა, ვერ ენდობოდა იმას ქართველებს. ახლა ამ ქართველებს ჩვენ ვიძახით ქართველებს, მაგრამ ამ ქართველებში ებრაელები იყო ნახევარზე მეტი, სულ ასე იყო ებრაელები და მათი ჯილაგი გამრავლდა და ხომ ხედავ თაბზე გვაჟდანა. უყურეთ ახლა იმაზე, დავითი ისე იგი იმის მერე ალექსანდრე ბერად აღიკვეცა, ალექსანდრე მეფე არის, ბერად აღიკვეცა. ხოდა დატოვა ისე დავითი მეფეთ, მისი შვილი, უფროსი შვილი. ამ დავითს ყავდა ვახიშვილი. მეგობარი იყო, ალბათ თავადი იყო, ალბათ იგიც არ ვიცი. ვახ, ისე ასე რომ მიორდება კაჭკაჭიშვილი. ხო, მე რომ მეორდება ასე ყარყარაშვილი. აგენ ეს სუფთა ებრაელები არიან, აგენ მამალი ებრაელები. ხოდა აიყოლია იმ ყარყარაშვილმა და ქვია ვახიშვილმა, წაიგითხეთ წიგნი თუ როგორა. ხოდა ეს დავითი გახდა უზნეო გათახსირებული კაცი, რას არაკეთებდა, აუპატიურებდნენ იმას ქვია გოგოებს, აუპატიურებდნენ და საზიზღრობებს ჩადიოდნენ. ხოდა მოსყინდა კახელებს, ხოდა დავით ჯანდიერი იყო თავადი და იმან მოახშო ეს იგი რა ქვია დავითი. მაგრამ დავითს დარჩა შვილი.
შვილი დარჩა დავითს. ეს იყო თეიმურაზი. თეიმურაზი ესე იყო დავითის შვილი. ხო და დავითის მეუღლე იყო ამილახვარისი იყო რაღაც ქალიშვილი იყო თუ ხო. ისა ქვია ჩვენი დედოფალი რო აწამა შახაბასმა გადამავიდა სა. ხო და ასე წავიდა ეს ამბავ ხო და ახლა რა უნდათ კიდევ ლაპარაკობ რა უნდათ ირანელებს რა უნდათ შახაბას კახეთისაგან რა უნდათ გიორგი საკაძე ხო წაიყვანა იქ და დაამორჩილებია ბაღდადი ყველაფერი პაკისტანი ინდოეთი ხო დაიმორჩილა ირანმა ხო და მე ხიცეთ რა მოხდა ისე იგი უღალატა გიორგი საკაძემ ირანს ხო და განადგურა ირანის ჯარი ხო ახლა ურე ხო და ალექსანდრე მეფეს ალექსანდრე კახეთის მეფეს ალექსანდრეს შახ აბასი ღებულობდა როგორც მამას რომ იმაშობა პატივისცემს და ისე პატივისცემდა და ისე ღებულობდა დიდი პატივისცემით ღებულობდა ხო ხო და ახლა ბოლოს ახლა ისე როგორ წავიდა საქმე ეს თეიმურაზი არა თეიმურაზმა მოინდომა საქართველოს გაერთიანება თეიმურაზ პირველზე ვლაპარაკობ თორემ მეორეზე კი არა ხო და ისე იგი არ ჩავიდა იქ იმას რა ქვია იმასთან არ ჩავიდა შახაბასთან და არ იქნა და ბოლოს შახაბასმა რა თქვა იცი ორი რამე ვერ დავამარცხენ ცხოვრებაში ორი რამე სიკვდილი და თეიმურაზიო ასე თქვა იმპას ეს ცნობილი ფრაზაა ჩემი მოგონილი არა ხო და ასე და ამრიგად რა სიტყობდა ისე იგი რა სიტყობდა შახაბასი ქართველებისაგან სულთანსო თურქების სულთანსო ნუ დამორჩილდებითო ნუ დამორჩილ ჩვენ ვიყოთო ერთად ვიყოთო ვიმეგობროთო ნუ თურქებსო ნუ დამორჩილდებითო ამას უჩიჩინებდა ყველას მაგრამ ამ ჩვენი მასში ამ კახეთის თავადები და ირო იყო რაგვარი იყო იგი ბაშიაჩუკმა რომ თავი მოკვეთა იგი რა ქვია ეს თავადები ებრაელები იყო მამაძაღლი ებრაელები იყო მამაძაღლი ებრაელები ხო და აგენი თვითონ ღებულობდნენ იმას ისლამს ხო და ის შახაბასი არ თხოვდა ყველას გამაჰმადიანებას არ თხოვდა ყველას თავადებს აძალებდა აგენი ზოგი მისით ღებულობდა იმას რა ქვია ხო და ამიტომ ვამბობ მე ისე იგი ირანი არ არის ჩვენი მტერი არ არის ჩვენი მტერი ჯერ ერთი ხომ ხედავთ იქ აზერბაიჯანია მე სომხეთია არავითარი იგი იმას ტრობა არ აქვს ჩვენთან მით უმეტეს ახლა რა თქვა იმან ირანის ელჩმა იგიო შახაბასიო ჩვენ ჩამოაგდეთო ის შახაბას შახიო ის შახი იყო უბედურები შახები საერთოდ ხო და ეს მე ადრე მე ისტორიაში თქვი რომ აქიმენიდების ირანი იყო აქიმენი ხო და საერთოდ ადრე იყო პარტია იმაში რომაელებსაც აქვს მოხსენებული პარფიანსკი ცარო ისე თუს მაგრამ პარფიანსკი კინოები რომ პარფიანსკი ცარ ხო და ეს ირანზია ლაპარაკი პარფია იყო ისე პარტია ურე პარტია ართია საქართველო ნართები ვინა ინდუშები და ჩეჩნები არის ნართები და კიდე იქად რომ არიან იგენ კაბარდა თვითონ კაბარდა რა არდა არის კაბართა ხო ეგენი არის ყველაზე მეტი ახლოს იმასთან ქართველებთან იყო ყველაზე მეტი ახლოს ესენი ურე ინდუშები და ჩეჩნები ხო შემდეგ კიდე მაგრამ ეგენი არ არიან იმათი ირანელების იგი რა ქვია ირანშიც ქართულ გალაზები ცხოვრობდა იქაც ხო და მე გითხარით თქვენ იქ ქალაქი პერსოპოლისი რომ იყო მოვასილოთ დარჩა ერსი პოლისი ისე შენ ერი
შენ პოლი როგორ დათარგმნო სუფთა მერგულად ასე იმაშობა ითარგმნება შენ ერი შენ პოლის ერი ხარო ეუბნება პირდაპირ ხო აქედან გამომდინარე ალანები გალანები მე გითხარით ალანები რატომაა გალანები ამას ალჟირია აჯენს ყველაფერს ალჟირია გალჟირია იგი ალანები გალანებია ხო და ამიტომ გეუბნები ისე იგი ყიფჩაღებს ახლა მთელი რუსეთი მთელი აი უდიდესი მეცნიერია ეს ისტორიკოსია ეს აბარინი ხო და პოლოვცის უძახიან მაგრამ მაგ ართებიც იყო მარტო პოლოვცის ერთქვა სახელი მაგრამ ართებიც იყო მარგალებიც იყო გალები იყო ართები თავისთავად იყო მაგრამ პოლები რომ იყო გალებიც იყო მაგ გალებიც მარგალები ხო და ეს ოსები არის იგივე ირანული წარმოშობის ტომებია ირანული წარმოშობის ნახეთ ოსური ცეკვები ნახეთ იგი რა და ხო და მაგანის ჩვენთან ძალიან ახლოს არის იმ დიდგორის ბრძოლაში ყიფჩაღებს უძახით თქვენ იგი პოლელები ქვიოდა იმას პოლელები ხო იმ პოლელებთან ერთად ოსებიც ძალიან ბევრი იბრძოდა ძირითადად აგენმა მოიგეს ომი ხო და დემეტრე დამალული იყო რაღაცა მთებში იყო დამალული ხო და მერე რომ დამთავრდა ომი მერე იქნა მანამდეც არ იყო სულ დამთავრებული ომი დაეშვა იქიდან არა დაეხმარა ეს აგენს მაგრამ აგენმა ზდიენ ბოლომდე პოლელებმა და ოსებმა ზია ბოლომდე იმას ხო და ხო დარჩა ალაფი დემეტრემ ჩაიგდო ხელში დემეტრე იყო ისე იგი იმის საქვია დავით აღმაშენებელის პირველი ცოლი იყო დედისიმედი იყო სახელი ეთქვა დედისიმედი იყო იმის საქვია კლდეკარის ერისთავი იყო ისე იგი ბაღვაში ლიპარიტ ბაღვაში ამის ქალიშვილი იყო ეს იცოდა პოლელების მეფემ და ამიტომ გამოატანა ართიკი ძმა მისი იმის საქვია გურანდუხს ხო და გურანდუხს ყაზახები ეძახენ პურანდოტი ასეთი ამბავია ჩემო კარგებო ხო და ახლა უყურე ისე იგი ირანელები არ არიან ირანელებიც ქართველებია იგივე ართებია ეს ხართი სართი ქალაქი იყო იმაში რა ქვია ლიდიაში ზღვის ნაპირზე რო იყო ხმელთა ქვას უძახები სართი ხო პართი ხართი და ნართები ეს თანხმოვნები დამატებულია ვაი მემატიანებისა და ვაი ისტორიკოსების მიერ ყველა ართია იყო ეს ართია ხო და ის დიდი ისა ქვია ჩინგისხანი იყო გალინსკი გვარად გალინსკი ბეგლარბეგი ნაგაი მისი შვილთა შვილი იყო თქვა მოგასმენია ესეთ რამოდენიმეჯერ რომ ბეგლარბეგი ნაგაი იყო კნიაზი რუსეთის კნიაზი ლევ სემიონოვიჩ გალინსკი ეს ყოფილა ისე თუ დიდი ბაბუა იყო თუ თვითონ ნაგაი იყო გალინსკი მაშინ მისი დიდი ბაბუა რა იქნებოდა ისიც გალინსკი იყო ხალხო ხო და ეს თემურლენგიც ასე ლაპარაკობს და მე 100%-ით ვეთანხმები იმას ასე ლაპარაკობს ისა ქვია აბარინი რომ თემურლენგიც რომა დახატულ რომა ქვენ ახლა იმნაიკარა სუფთა იგი რა ქვია სლავური იმისა ქვია ხო და ისე იგი თემურლენგიც იყო ისე იგი გალინსკი მოაცილეს სკი ჯერ მეგრულია სკი ნიშნავს შვილს და გალი რაღა გალი არის მარგალი გალებმა რომ შემეესწიან რომაელებს და იმას რა ქვია ხო და განადგურეს რომ რომი დაამარცხა გალებმა
ხო ეს ასია შემოკარგებოდა და ამიტომ ლაპარაკობ მე ირანი დღესდღეობით არ არის ჩვენი მტერი საქართველოს მტერი თავს დავდებ რომ არ არის ირანი საქართველოს მტერი ჩვენი მტერი არის აგერ კრუხში რა გვყავს აქ თურქეთი და აზერბაიჯანი აგერს უნდა ჩვენი ტერიტორიების და სომხეთს კიდო სომხები ახლა ვინ ჩააბარა აგერს ვინ ჩააბარა ლორე ვინ ჩააბარა ვინა იმ ზაღლის გაგდებულმა იმან ჟორდანიამ იმ ზაღლის გაგდებულმა ჟორდანიამ ებრაელმა მამა ზაღლმა ამან ჩააბარა ლორე ლანგარით მიართვა სომხებს ქართული ტერიტორია ლაზეთი ვინ წაიღო თურქებმა ამიტომ იცოდეთ თქვენი სიზმრები აქ ერდოგანს სიზმრები ხო და ლექსებს იმაშობა წარმოთქვამს და რანაირად ისე რა ნოსტალგიურად იხსენებს იმას ხო ამიტომ გეუბნებით ხალხო თუ ჩვენ რუსეთთან არ დავდებით ხელშეკრულება საქართველოს დაიშლება მარტივ მომრავლებად ამას ლაპარაკობს აბულაძე პატა აბულაძე რასაც ლაპარაკობს ასიანია მარტივ მომრავლებად დაიშლება აჭარა თუ წაიღო იმან არა თურქებმა ჯერ ეკონომიურად უნდებიან შემოპარება და უყურე პროდუქტები ყველა გენომოდიფიცირებულია ანუ გენური ინჟინერი ეს გენური ინჟინერი კლავს ადამიანს ბოლობო დიდხანს ვერ გაძლებს ადრე პეჩენიები რო შემოდიოდა ადრე მახსოვს ახლა არ ვიცი რა პატარა უკეთესი კი მაგრამ იწვებოდა ის პეჩენიას რო მოვკვიდებდი ცელს იწვოდა პეჩენია ხო და აი ტექნიკას თავიდანებით ტექნიკა ადამიანს არ კლავს მაგრამ იმაში ხომ ზარალდებით და იმაშობით ხო და ამიტომ გეუბნებით ხალხო რუსული ყველაფერი კარგია ბელორუსის იგივე რუსია ყველაფერი კარგია ბელორუსული და რუსული ჩინური საქონელის ვერა აგენის დონეზე ჩინური საქონელი ახ მე ფეხსაცმელები ბოტასები და ვიყიდე კი იაფია მაგრამ არა ისეთი კარგი არა ხო ეხლა ამით დავამთავრე ხო ისე ვინ არის ჩვენი პირველი მტერი თურქეთი და აზერბაიჯანი და სომხეთი ეს არის ჩვენი მტრები სად ჩადიხარ კობახიძე ვის ართმევ ხელს ვის ზელენსკის ართმევ ხელს ამ არარაობას ამ გათახსირებულ კაცს ფულის მეტი არაფერი არ იცის ამას ართმევ ხელს ამიტომ ვამბობ მე ბატონო ბიძინა ისე ვინც ჩამოართვა ხელი და ვინც მიიღო იქინე ქართველი ხალხის დამცირებაში იგი რა ქვია წილი არა კობახიძე ჯეჯერობით იყოს მაგრამ შემდეგ თქვენ უნდა დაждდეთ მის ადგილას ბატონო ბიძინა თქვენ უნდა დაждდეთ მის ადგილას აგერ ვართ ჩვენ ნამდვილი ქართველები აგერ ვართ ჩვენ ხო და ამოგიდგებით ხარში ყველა ამოგიდგებით ხარ არაფერს არ გერჩი მან რა ქვია ზმაო არაფერს არ გერჩი მე რა მაქვს შენთან საიგია მით უმეტეს რომ მე არ აყევი ამ იმას ხო და გადაარჩინე საქართველოს არ დაიწყე ომი მაგრამ თქვენ ახლა არ გეგონოს რომ მე ვითამ მარტო თქვენ გააკეთეთ ეს რუსის ჯარი რო დგანა აფხაზეთში და ოსეთში იმისი ეშინოდათ აგენს მაგრამ თქვენ მოგეწერათ ეს იგი რა ქვია ხო და კარგი იყოს თქვენი იყოს რა ქვია პლუსი იყოს თქვენი მაგრამ არ ვარ გასეთი ცხოვრება გეუბნებით ბატონო ბიძინა ჩემო ძმაო გეუბნებით გადაგაგდებენ მალე არაფერი არ დაგრჩება იცოდე ქართველ ხალხს თუ ამოვიდა ხომ იცი რა ქნეს სიმწრის გორა გამეორდება დიტო მისმენს რაღაც დიტო მიცის რა არის სიმწრის გორა გამეორდება იცოდე ხო დაგორდება ხო და ჩაგიტანს დაბლა წაიკითხე გმირთავარამი ისრაშემ დადიხარ და იმის ხუთი ხურავ წაიკითხე გმირთავარამი სიმწრის გორა დაგორდება იცოდე ხო და ჩაგითრებს ყველას ამიტომ გეუბნებით
არ გვინდა ჩვენ მე არ მინდა კატასტროფა არ მინდა საქართველო დაიშალოს მარტივ მომრავლებას თუ აჭარა მიერთა იმან ქვემო ქალს მიერთებს აზერბაიჯანი ხო ხედავ რაფერი ნაგლად მოდის ნაგლად ვინ არის მაგენი გადამრიეს ხომ ფეხით ჩავალ პუტინთან რუსეთში ფეხით ჩავალ ამაბრუნებს აგენს თლათ ამ ძაღლებს რომ შემოგვესწიან ძაღლებივით მაგენმა აიგდნენ თავი ირანელებს ვენაცვალე ირანელებია ჩვენი ძმები ირანელები და რუსებია ჩვენი ძმები ხო და ის თემურლენგი იყო კიდო გეუბნებით გალინსკი იყო პოლელი იყო ჩინგიზიდი იყო ასე ამბობს იური აბარინი და სრული 100%-ით ვეთანხმები ახლა ჩემოკარგებო ჩამოწელი მაქვს აგერიგენი ეხლა ჩემოკარგებო აზერები რომ ახშენებენ და აგი რომ ახსენებ ხშირად აქო ატრაპატენი იყო ატრაპატენი დიდო მომისმინე დიდო ბიზი ბაბუა ბიზია მომისმინე თუ ატრაპატენი რა არის ატრაპატენი იცი ატრა დავყოთა დავმასოთ ისე ატრა ისე თუ ასოს ვერ წარმოთქვამენ მაგენ საერთოდ ეს ქართველების სუფთა ქართველების გარდა თუ ასოს ვერ წარმოთქვამენ და ამბობენ ზოგი ტუასოს ზოგი ფუასოს იგენი პარტიას ზოგი ფუასოს და ზოგი გუასოს იმაშობიან თუასოს მაგათ არ აქვენ მაგენს ლექსიკონში თუასო ხო და ისე იგი ხო ატრაპატენი აღა წავიკითხავ როგორც მეტია ეხლა ჩემოკარგებო რა ან ვინ არის და იყო აზერების აზრით ატრაპატენი გავყოთ აღა სიტყვა შუაზე პატენი რა პატენი მითხარით პატენი არის ბატონი მეგრულად ბატონი აი ეს ბატონი გამოვყოთ ახლა ატრა რა არის ატრა არის ათრა ერთი ასოა შესაძლებელი გამოდის ხო დავმასლოთ ატრა იგივე ათრა ხო და ათრა იგივე ართა უყურეთ 400 და 100 შეიცვალა ისე მესამე და მეორე 100 შეიცვალა ერთმანეთში ხო და ხო ხოლო პატენი გითხარით მეგრულია გამოდის ხო გამოდის ეს ბატონი რა გამოდის ართა ბატონი ატრა პატენი არის ართა ბატონი ვიზია ლაპარაკი შემოკარგებო ლაპარაკი არის ფარნალაზზე და არა ფარნავაზზე ფარნალაზი იყო ხო მე გითხარით წინა როლიკები მოისმინეთ ვიდეო ბლოგები ჩემი მოისმინეთ ხო და ანუ ატრაპატენი იყო ფარნავაზი ჩვენ რო არა აქვს მნიშვნელობა ვაზი იყოს მიზა რომ უყურე რუსულში უყურე ვაზის შტოს ქვია ვინაგრადნაია ლაზა ისე ლაზი ყოფილა ფარნა ხო და თქვენ ვაზი ამბობთ მაგრამ კაი ისედაც გამოდის და ასედაც გამოდის ისე მაინც იგია მაინც ლაზია ხო ეს გაირკვა ეს უნდა იცოდეს ყველა ისტორიკოსმა ჩვენ გვყავს დღესდღეობით საქართველოში ყველაზე უკეთესად მე დაბერებული ვარ მაგრამ ჩემს მერე არა ყველაზე უკეთესი ისტორიის ცოდნე გვყავს დიტო ჩუბინიძე ეს არის ახალგაზრდა და იმას თარიღებით სახსოვს მე თარიღები ყველა ვიცოდი მაგრამ გადამავიწყდა ბიზია დაუვერდი იქერა მავიწყდება თუ არ დავწერე მავიწყდება ყველაფერი ამიტომ მოითხოვა მე რომ ჩავწერე ჩემ სიაში დიტო მე არ მინდა უყადე მე რომ თქვი რომ სოციალი ისე იგი ნაციონალ სოციალი გამოდის მეთქი და მართალიცაა ისე ამიტომ არ მოითხოვა სწორიც არის უნდა უპარტიო იყოს აღლა უპარტიო უნდა იყოს ჩვენ მალე მთელი საქართველო მოითხოვს
რიგ გარეშე ჯერ არა ჯერ გაშერებული ვართ მთელი საქართველო მოითხოვს რიგ გარეშე პრეზიდენტის არჩევნებს რიგ გარეშე პრეზიდენტის არჩევნებს ჩვენ წამოვაყენებთ მე ორი კანდიდატი მყავს ისე იგი დიდო ჩუბინეძე და გულბათ ცხილაძე გულბათ ცხილაძე ჩვენი პარტიის გამოდის ამან თქვა იმან დიდომ თქვა ჩუბინეძემ რომ მეო არ მინდა პარტიაში ვიყო მართალისა თუ არ უნდა ვერავინ ვერ დააძალებს მაგრამ წესით საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო მისი პარტია არის საქართველო და მისი სამშობლო ხომ გაიგეთ ხალხო ხომ გაიგეთ მე მაგალითად ცოტა უპირატესობას იმიტომ კი არა ის იმას ზვიადი რომ უყვარს იმიტომ კი არა ცოტა უფრო იმათ ისტორიაში მაგარი მე პირველი კაცი ახლა ახალგაზრდებს ვინც არის საქართველოში ვინც ისტორია იცის დანარჩენებმა არ იცით ისტორია შემოკარგებო ტყილა ნუ იბრიქებით და ნუ იმაშვებით რა ქვია არაფერი არ იცის ხო და ეს მინდოდა მეთქვა აუცილებლად ქართველი ხალხი მე წამოვაყენებ წინადადებას და აუცილებლად ჩვენ რა გვინდა დედის მაგინებელი პრეზიდენტი რა გვინდა გაუნათლებელი 10 კლასიც არა აქვს მომიტანოს დამანახოს საბუთი მისი დამანახოს საბუთი რომ 10 საშუალო აქვს დამთავრებული რომ აიშიეთ კიდე ჩუმად საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა ამიტომ მე ორი კანდიდატურა მყავს მაგრამ უფრო მეტად იმაშობა ჩვენთან ახლოსა სოციალიზმთან მაგრამ ეს მიმაჩნია უფრო როგორც ისტორიის მცოდნე და ვერავინ ამას ვერ გაუბედავს ვერავინ ამას აქვს ფაქტები ხელში და ყველა რა კარგად ალტაი გალტაია იგი ტაია მაგრამ ეგენი მეჯოგები იყო მაინც მეჯოგები იყო ხო და მოხდა მაგას შორის ისე იგი ყიფჩაღებმა არ ვიცი ვინ იყო მაგენ არის აგუზები ისე უზბეკ ხან უზბეკი იყო ხო და იგი დაამარცხა ხო და გამოდენა იქიდან ხო და წამოვიდნენ აქეთ ხო ეხლა შემოკარგებო ეს თქვი ეხლა მეორე მაგ ჩამოდერი არის ასეთი ამბობს პროფესორი ვარო დემურ გიორხელიძე მე არაფერი არ მაქვს მაგასთან საწინააღმდეგო მაგრამ უნდა ვთქვა ერთი რამე თვითონაც ლაპარაკობს ამას პუტჩისტების პარლამენტში იყო რაღაცა იმის იგი იყო რა უფროსი იყო რაღაცა არ ვიცი რომელიღაც იმასო ხო დემურ გიორხელიძე იყო შავარდნაძის პარლამენტში ხომ იყო ბატონო დიტოას ხომ იყო ბიზდია დიტოასე გიორხელიძე იყო შავარდნაძის პუტჩისტების პარლამენტში ახლა დემურ გიორხელიძე ადრე უფრო იმას თარხან მოურთან და ინაურთან იყო იქინე მიტმასნილი აღარ წამოყო თავი ხო და იქ უნდა შემოიტანოს რა ქვია რაღაცა ხო მან ერმილე ნემსაძე ბაბუა დამიჯერე მე შენ გინდა რო გიყვარს ასე ზვიადი და რო გიყვარს შენ და დიმიტრი ჩუბინიძეს და არის კიდო რო გიყვართ ასეთი იგი რა ქვია ზვიადი არა ხომ გიყვართ და ეს პუტჩისტების პარლამენტში იყო ეს კაცი ხო და გამოდის ახლა დავანებოთ ყველაფერს დავანებოთ ადამიანი შეიძლება იყოს მაგრამ მე გამოსწორდეს შეიძლება მაგაზეც არა ახლა ისე იავნად არ იმაშობოდა მის აზრებს შავარდნაძესთან რომ იყო და გაჩუმებული იყო მაშინ იმიტომ ხელფასი ქონდა კარგად ცხოვრობდა და გაჩუმებული იყო ხო და ახლა რას ლაპარაკობს ეს ერთი ვიდეობლოგი დადვა ასეთი დიტო ბაბუა დიმიტრი ბიძია ურე ომის მეცნიერული გარჩევა ამიხსენით ერთი რა გარჩევა უნდა არა აგერ მეცნიერები ალტიფოს ბიჭები მაგრამ არჩევენ ომს და სხვათა შორის ცუდად არ არჩევენ კარგად არჩევენ და ამას ეს კაცი არჩევს მეცნიერულად ომს გაიგეთ რა უკვე ამპარტივნობაა და რა იგი არის ისე იგი რა თქვა ისე იგი
მე ვარო და ჩემი ნაბადიო, მე ვარო მეცნიერიო, თქვენ არაფერი არ ხართ. დაუждდეს ეს გიორხელიძე იმას ჩუბინიძეს დიტოს. და ნახე რასაც მოიგებს. ხო, ამიტომ ესეც თქვი ახლა. მე არაფერი, მე როგორც ასეთი არა, შეიძლება გამოსწორდა, ხო და მივიდა იქიდან იმასთან, ქვია, ჭაბუკაშვილთან. ჭაბუკაშვილი ახლა უყურეთ. იქ მაგ როჭიკაშვილიც იყო. მე მოგასმენინე თქვენ როჭიკაშვილისა და იმის ჭეიშვილი, გიგა ჭეიშვილის ლაპარაკი, რაებს როშავენ, რომ ჩვენი წინაპრებიო მიწის ქვეშეთიდან ამოვიდენო. მიწის ქვეშეთ და წარღვნაო მოხდაო მიწის ქვეშ. ამას ნორმალური ადამიანი თუ იტყვის, ამას ნორმალური ადამიანი. დიტო, შეხედე, მისმინე კარგად დიტო. თუ შეიძლება ეს ზერბა თუ მიწის ქვეშ იმოხდეს წარღვნა, თუ შეიძლება ეს. მიწის ქვეშ ქონდა ჰიტლერ და იმას რაღაცა საწყობები და იგენი გემით შედიოდა, ქონდა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ იქ ცხოვრება რომ იყო. ხო და ლაპარაკობს ახლა ჭეიშვილი და ეს ორი ებრაელი როჭიკა და ჭეიშვილი და მოასილეშვილი დარჩა როჭიკა და ჭეი. ამბობენ რომ ასე იყო ჩვენი წლები, ჩვენო ურიები ვართო. მოისმინეთ თუ არ გერავს ჩემი კაცო, ხო მოგასმენიეთ ერთჯერ, ხო გითხარით. ახლა ვისთან იყო როჭიკა? ჭაბუკასთან. ჭაბუკაც ებრაელია. მაგრამ ღარიბი ებრაელი. ღმერთმა დაიცვას, რომ ეგი რომ მოვიდეს სათავეში. თორემ გადახრავს საქართველოს და აღარ დაგვრჩება ჩვენ ქართველებს არაფერი. გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ შემოკარგებო. ამიტომ ერმილე, ბაბუა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ შემოგიძრენ იქინე. დაანებე თავი პოლიტიკა. როგორც დიტომ თქვა რომ არ მინდა პოლიტიკა, გაჩერდი შენ მოვა თქვენი დრო და მოვა ჩვენი დრო. მოვა. ეხლა მაგას უნდა არევ-დარების გამოწვევა და კიდე უნდა 90-იან წლებში დაგვაბრუნოს ჩვენ. არ გამოგივა არც ჭაბუკაშვილო, არც გიორხელიძე, არ გამოგივა ეს. სანამ ჩვენ ვართ სოციალისტები, სანამ თემური ფიფი არის, რა ქვია, მიხეილ ჟღენტიანის და თემური პატარაია. არ გამოგივათ ეს, იცოდეთ. ხო, ჩვენ გამოვნახავთ პატას მეშვეობით არა, გამოვნახავთ პატაბულაძის, გამოვნახავთ საერთო ენას. ხო და შევთანხმდებით რაღაცაზე. მე ვთქვი რა. ხო. ეხლა შემოკარგებო, ხო, ესეც თქვი ახლა. ახლა მეორე მქონდა ჩამოწე ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ ევროპას კი არა, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რა უნდათ აგენს, რა უნდათ. პირველ ყოვლისა ევროკავშირს. ხო, ამერიკა შეიძლება გაემიჯნოს იმას ამ ევროკავშირს, მაგრამ ვერ ხედავ რომ სულ გაემიჯნოს. არ ჩანს მაინც. ხო, მაინც ერთად არიან. ხო და